რაც დავდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. სანამ დავიწყებთ, გვიყურეთ, მოგვიწონეთ აუცილებლად ნებისმიერ პლატფორმაზე. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია და ჩემი ვალია გავაცნო იგი საზოგადოებას. თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად. რისკი კი დიდია. ისეთ ხალხსა და ისეთ ძალებზე ვისაუბრებ დღეს. ეს არის Deep State-ის მოქმედების სქემა და პირადი შემადგენლობა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში არეულობის მოწყობასა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. ამ ინფორმაციას მიდასტურებს ორი წყარო, ერთი პროკურატურიდან, ერთი სუსიდან. ორივე წყაროს ვენდობი, ამიტომ ამას გიზიარებთ. 7.200.200 დოლარის კუპიურებზე, რომელიც ამოიღეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლებიდან და ვილებიდან, აღმოჩენილია თითის ანაბეჭდები და დნმ-ის მასალა. 4 დღიანი ინტენსიური ოპერატიულ-კრიმინალისტური სამუშაოების შედეგად დადგინდა ამ თანხის წარმომავლობა. ასევე ქრონოლოგია, რა გზა გაიარა ამ ფულმა, სანამ დამნაშავეთა სახლებში მოხდებოდა. ყველა შეკვრაზე, რომელიც ამოღებულია ირაკლი ღარიბაშვილისგან, აღმოჩენილია და დადასტურებულია მისი ანაბეჭდები. ყველა შეკვრაზე, რომელიც ამოღებულია გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან და ვილებიდან, აღმოჩენილია მისი ანაბეჭდები და დნმ. მაგრამ ამ ანაბეჭდებისა და დნმ-ის მასალის ქვემოთ აღმოჩენილია სხვა ანაბეჭდები და დნმ-ის მასალა. შემდეგი ფენა წარმოდგენილია პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის ანაბეჭდებით, რითაც მტკიცდება, რომ ი-ღ და გ-ლ ეს ფული სწორედ ნაციონალური მოძრაობის ზემოხსენებული ლიდერებისგან მიიღეს. ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის ანაბეჭდების ქვეშ აღმოჩენილია გერმანიის მოქალაქე ერნსტ პეტერ ფიშერის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად მუშაობს გერმანიის ელჩად საქართველოში. ეს ფაქტი მოწმობს, რომ მათ თავის მხრივ ეს თანხა სწორედ მითითებული პიროვნებისგან მიიღეს. ჩემი წყაროები მიდასტურებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაიწვია გერმანიამ თავისი ელჩი საქართველოდან. ერნსტ პეტერ ფიშერის ანაბეჭდებისა და დნმ-ის მასალის ქვეშ აღმოჩენილია ქალის ანაბეჭდები და დნმ. ინტენსიური კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ის ეკუთვნის ასევე გერმანიის მოქალაქეს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ბელგიის სამეფოში ქალაქ ბრიუსელში და იკავებს ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანამდებობას. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს თანხა ჰანს პეტერ ფიშერს სწორედ მან გადასცა. შემდგომ ბურჭულაძისა და ხაბეიშვილისთვის, ბოლოში კი ლილუაშვილის, ღარიბაშვილისა და ფარცხალაძისთვის გადაცემის მიზნით. ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენის ანაბეჭდების ქვეშ აღმოჩენილია კიდევ ერთი პიროვნების ანაბეჭდები, დნმ და ქიმიური ნივთიერება, რომელიც განისაზღვრა როგორც სახის ტონალური კრემი, მკვეთრად ნარინჯისფერი. ეს კრემი დატანილია ისეთი პიროვნების მიერ, რომლის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით გამოძიებამ ვერ მოახერხა. მაგრამ ჩემი ორივე წყარო მიდასტურებს, რომ დნმ-ის მიხედვით უკვე ცნობილია, რომ იგიც ნაწილობრივ გერმანული წარმოშობისაა, მისი წინაპრები მაინც. ეს არის მამაკაცი 80 წლამდე ასაკის, სიმაღლით 190 სანტიმეტრამდე, წითური ან ქერათმით. უკვე შედგენილია ფოტორობოტიც, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სულ მალე გაავრცელებს. სწორედ ეს პიროვნება Deep State-ის ჯერჯერობით დაუდგენელი მეთაური და ამ 7.200.200 დოლარის პირველ წყარო, ვინც მთელი თანხა გადასცა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვინც თანხა გადასცა ერნსტ პეტერ ფიშერს, ვინც თანხა გადასცა პაატა ბურჭულაძესა და ლევან ხაბეიშვილს, ვინც თანხა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძე რომანოვს. თუ გაქვთ ინფორმაცია ზემოხსენებული 80-მდე წლის წითური მამაკაცის შესახებ, რომელიც სახეზე ისვამს ნარინჯისფერ ტონალურ კრემს, გთხოვთ დარეკოთ 112-ში ან მიმართოთ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. თქვენ დაჯილდოვდებით შეკვეთილის დენდროპარკის ერთკვირიანი აბონემენტით. რა არის ბორის ივანაშვილის პერიოდის საქართველოს მოქალაქეობის მთავარი გზნობა? სირცხვილი. სირცხვილი, რომ ეს ჯოჯო ზოგადად დასაშვები გახდა, რომ ამდენი ჯოჯო ვიღაცამ ოდესღაც სადღაც მართლა აირჩია და საკუთარი სახელმწიფო ჩააბარა. სირცხვილი იმის გამო, რომ ვიღაცას დღესაც არ სვენია დააპატიმროს დედის 40-ზე მის საფლავზე მიმოვალი ლაშა ჩხარტიშვილი მაგალითად. მხოლოდ იმისთვის, რომ წინა დღეს რუსთაველზე იდგა და სხვა არაფერი. სირცხვილი იმის გამო, რომ საღამოს პოლიციელის ფორმაში ჩასმული ორგანიზმები სახლში მივიდნენ, ცოლებს, შვილებს, მშობლებს მოეფერნენ, მერე ძმაკაცებს ჩიქა მიუჭახუნეს, ქართველობასა და კაცობას გაუმარჯოს. სირცხვილი იმის გამო, რომ ქვეყნის საუკეთესო შვილები დილეგში სხედან, ბოროტმოქმედები და ვიგინდარები კანონებს წერენ, მათ დასაჭერად.
მართლა ჯერა თუ არა ვინმეს რომ 2028 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხად შეიტანს ქვეყანა, საიდანაც გერმანიამ 2025 წელს ელჩი გაიწვია, ან რომელმაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმა. ხოცებს ვეკითხები, სხვების აზრი ვიცი. ხოცებო, მართლა გჯერათ ამის, თუ თავს ირაკლი კობახიძევებთ. გერმანია იყო ქვეყანა, რომელმაც პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის მარტში. სცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელსაც პირდაპირ გაგებით ხუნტა მართავდა. ხუნტა შეიარაღებული ბანდები. გერმანია იყო ქვეყანა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი ხუნტის მარტულ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით ჩამოვიდა. ჩვენ რომ ვერ გავდიოდით ქუჩაში, რაგი ყველა მხრიდან ისროდნენ. აი მაშინ 92 წლის აპრილში. ჩვენი ქვეყანა გერმანია ყოველმხრივ ეცდება რომ ევროპული გაერთიანების ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს ახლო ურთიერთობა, რომ ღიარ იყოს კარი საქართველოსათვის, რათა იგი შევიდეს ამ გაერთიანებაში და გახდეს მისი წევრი. ეს არ იყო უბრალოდ მეგობრის მეგობართან ჩამოსვლა. სახელმწიფოს ჟესტი იყო. გერმანიის სახელმწიფო იწყებდა პრინციპში არარსებული ქვეყნის, საქართველოს, გადაკაჩვას ევროპისკენ. გენშერს ხუნტის მართულ ამ ქვეყანაში მოჰყვა ბეიკერი და ბევრი დანარჩენი. იმ პირველ ვიზიტს უნდა ვუმადლოდეს სწორედ შემოbrunებას, ჩვენს შეbrunებას ევროპისკენ და ევროპის შემოbrunებას ჩვენსკენ. და ახლა 2025 წელს ამ გერმანიამ გაიწვია ელჩი ქვეყნიდან, რომელიც მისი უზარმაზარი მეცადინეობით შედგა ქვეყნად. აღარც ღირს ლაპარაკი ამ ქვეყნისა და ამ ერის დამსახურებაზე ჩვენი ერის დამოუკიდებლობის აღდგენისას. გენერალ ფონ ლოსოუზე, გენერალ ფონ კრესენშტაინსა და სხვებზე. პროჭორვილელებთან ამაზე ლაპარაკი კედლისთვის ცერცვის ყრაა. იმიტომ რომ ივანაშვილისებრნი 1918-შიც რუსეთისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი იყვნენ და 2025-იც. რა თქმა უნდა, რკინიგზა უნდა გაიხსნას, ეს ზოგადად რაც შეიძლება რომ თქვა და ნებისმიერ ეკონომიკას, ნებისმიერ ახალი გზა მხოლოდ აუმჯობესებს ურთიერთობასაც, რა თქმა უნდა, თუ გნებავთ აფხაზებსა და ჩვენ შორის ეს გააუმჯობესებს და გაამართლებს. ამ არსების ყოველი ფრაზა ისტორიის ნაწილია, სამწუხაროდ. სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და რუსეთს შორის, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის გავლით ახლა უფრო მალე გაიხსნება. აი, საავტომობილო კავშირი კი მგონი თვალს და ხელშუა იქოქება. ამ ფოტოებზე თქვენ ხედავთ სასაზღვრო სატვირთო ტერმინალს, რომელ საზღვარზე აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე, რომელიც მარტო რუსს აქვს ნაღიარები ვენესუელასა და პროჭორვილელთა მეგობარ ჰამას. აი აქ, ენგურზე. აფსუებს უცებ რაღაცა გადაუტრიალდა თავში და დაიწყეს გრანდიოზული მშენებლობა. სეპარატისტულმა რეჟიმმა, რომელსაც როგორც კახელი პაპაჩემი იტყოდა, ტრაქში ყვილი უხმება, წამოიწყო ეს მასშტაბური მშენებლობა იქ, სადაც 35 წელია მნიშვნელოვან ტვირთს უბრალოდ არ გაუვლია. ბებიები და ბაბუები გადადიან ბაზრობის ჩანთები და გადააქვთ რაღაც ელემენტარული. 2 ყუთი სიგარეტი თუ ამოგიჩხრიკეს უკვე კონტრაბანდაა. და უცებ აქ, სადაც 21 საუკუნეშიც ხელის ურიკებითა და ცხენის ოთხთვალათი დადიან, რა საბაჟო და სატვირთო ტერმინალი შეიძლება დასჭირებოდა ვინმეს. ამ კითხვას სვამენ ენგურის გაღმაც. 35 წელია საქართველოსთან ომით გვაშინებ და ახლა რა ვაჭრობა აგიტყვათო. პროჭორვილური რეჟიმისგან პასუხებს, რა თქმა უნდა, ვერ ვეღირსებით. ისევ აფხაზეთში მცხოვრებები თუ აიძულებენ თავიანთ დე-ფაქტო მმართველებს, რომ რამე ახსნან. თუმცა 3 წლის წინ დაახლოებით ასეთივე ხმაური იყო და მაშინ ბევრი ვერაფერი გაარღვიეს. ენგურზე 2025 წელს ეგრეთ წოდებული duty free მაღაზიები გახსნეს. ხმაური ჩაცხრა, რა კი გადაწყვიტეს ვიღაც გავლენიანს ალბათ გადასახადის გარეშე ვაჭრობა და მეტი მოგება მოუნდა და ჯანდაბასო. მაგრამ რაღაც ჯიხური, რომელიც კრასნოდარში მოხულ სიგარეტსა და გუდაუთაში ჩამოსხმულ ვითომ ღვინოს ყიდის ერთია. და მეორეა კაპიტალური მშენებლობა, რომელსაც უკვე აქვს მისასვლელი ბეტონის გზები, სატვირთო მანქანების სასწორები, არ ვიცი, ტვირთების კონტროლის, დათვალიერების სისტემა, რენტგენი და სხვა ყველაფერი, რაც სრულფასოვან საბაჟოს სჭირდება. სანამ პოზიტივისა და იმედს შეუტრიალებიათ, მაგას ომი უნდაო, დავასწრებ. ომი არ მინდა. მინდა მხოლოდ ვიკითხო, საბაჟოს ერთ მხარეს სჭირდება საბაჟო მეორე მხარეს. სხვაგვარად ამხელა ინფრასტრუქტურის მშენებლობას არანაირი აზრი არ აქვს. რისთვის და რა ტვირთი უნდა შეამოწმონ? ხელის ურიკები თუ ცხენის ტაჭკები, თუ დაფეხვილი ჟიგულები. ტვირთი ქვია კონტეინერს. ტვირთი ქვია რაღაცას, რაც არის 1 ტონა, 2, 51. წარმოიდგინეთ, მარტო თანამშრომელი რამდენი სჭირდება. აწონვას, რენტგენს, ვიზუალურ დათვალიერებას, ფიტოსანიტარულ კონტროლს, ცნობების გამოწერას, დეკლარაციების გაფორმებას, დაზღვევის გამოწერას, საბაჟო გადასახადის მიღებას, ბეჭდების ჩართმას, პარკინგის მართვას. აი, რა ვიცი, კიდევ რამდენი საქმე და რამდენი უწყებაა ჩართული ამ პროცესში. და როგორ უნდა დავიჯერო, რომ ამდენ ხალხს შეაგროვებენ, გააწვრთნიან, ცვლილებად ამუშავებენ და ტვირთი უბრალოდ არ იქნება. მაგას ვერ ვჭამთ, ბოდიში.
ტვირთები იქნება. რა კი ააშენეს, ესე იგი იქნება. ესე იგი აქვთ პირობა, აქვთ მოლაპარაკება და აქვთ გარანტია, რომ ზუგდიდის მხრიდანაც წავა კონტეინერები და იქიდანაც წამოვა. მაშინ კიდევ მაქვს კითხვები. აფსუა მებაჟის დარტყმულ ბეჭედს ენგურს გამოღმა რა ძალა ექნება? მის გამოწერილ დეკლარაციას, ზედნადებს, დაზღვევას, რა ენაზე იქნება? გარანტად ვინ ჩადგება? მანქანებს ქართული ნომრებით გადაატარებენ? სადამდე გაუშვებენ? ფსომდე და იმის იქით? ტვირთის უსაფრთხოებაზე ვინ აგებს პასუხს? ძღოლების უსაფრთხოებაზე და სეპარატისტების სანომრე ნიშნებით, მათი გაცემული მართვის მოწმობებით და ტექნიკური პასპორტებით მძღოლებს ენგურზე თუ გადმოვატარებთ. ჩვენს კონტროლირება ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას თუ მივცემთ. ტირის რეჟიმს თუ დაუქვემდებარებენ. და სადაური, ვისი გაცემული პასპორტები იქნება მოქმედი? ქართულ მძღოლებს ქართულ პასპორტებში აბსურდ ვიზას ჩაუწებებენ, აბსურდ ბეჭედს ჩაურტყამენ და ქართული პოლიციელები ამ საბუთს მერე მიიღებენ. გავამარტივებ კითხვებს. არის თუ არა ენგურზე საბაჟო სატვირთო ტერმინალის მშენებლობა კავშირში ოჩამჩირის პორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც ამ წელს დასრულდა. საიდან გაჩნდება აფხაზეთში ერთდროულად 1200 კონტეინერი? დაახლოებით თუ შეგიძლია წარმოიდგინოთ ეს რაოდენობა. რამდენი მატარებელი უნდა შემოვიდეს და რომელი მხრიდან უნდა შემოვიდეს, ფსოუდან თუ ენგურიდან? ან რამდენი სატვირთო და რომელი მხრიდან? და ესეც ფსოუდან თუ ენგურიდან? Были проведены очень серьезные კრედიტი რუსეთის შეღავათიანი დაფინანსების პროგრამით მივიღეთ. წლიურ 6%-ად. ობიექტის ღირებულება 740 მილიონი რუბლია. კრედიტოვანია. პროჭორვილებისთვის, ვისთვისაც ფულს სუნი არ უდის. ვინც ამაყობს იმით, რომ ლეგალურად, ნახევრად ლეგალურად თუ არალეგალურად პუტინს ეხმარება სანქციების გვერდის ალვაში და უკრაინელთა სისხლის ხარჯზე მდიდრდება. არც რუსეთთან თანამშრომლობა არ იქნება მათთვის ენგურს გაღმა სათაკილო. პირიქით, ვინმე მახაშვილი ან სამხარაძე ლექციასაც კი წაგიკითხავთ, რომ ზუსტად ასე უნდა აღდგეს ნდობა მხარეებს შორის და ბატონი ბორისი აუცილებლად გვიყიდის მიწას, რომელიც 1993 წელს რუსმა წაიღო. რა არ შეუსრულებია, რასაც დაგვირები აქამდე, ხო? დათვლილი უკვე რამდენი ფული ჭირდება და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენ სახლებში დაბრუნდეთ. ამისთვის საჭირო იქნება დაანგარიშებული მაქვს არანაკლები 4-ისა და არაუმეტეს 6 მილიარდი დოლარისა და ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი პირადი თუ გარედან დახმარებაც იოლი იქნება. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლები 100,000-ზე მეტი სახლისა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ რუსულ ბიზნეს რეესტრში 2024 წელსაა რეგისტრირებული შპს ტერმინალი ინგურ, რომელსაც დღეისათვის როგორც ჩანს რუსეთისა და უღიარებელი აფხაზეთის მოქალაქეები ფლობენ. ტერმინალის მშენებლობა და აღჭურვა პრაქტიკულად დასრულებულია. დარჩა მხოლოდ წვრილმანი მოსაპირკეთებელი და სხვა რაღაც სამუშაოები. ესე იგი, სულ მალე გვეტყვის გუცი თუ არა რუსი, რა ჩაიფიქრა და რისთვის. და იმ კაც, ვინც აქამდე ხან ქართველ, ხან პანამელ ინვესტორს უწოდებდნენ, ალბათ მალე უდიდესი აფხაზი ინვესტორიც დაერქმევა. ან მაგისი რა მიდის, ინვესტორი აფხაზთა, ქართველთა, კახთა, რანთა, პანამელთა და სრულიად პროჭორვილელთა. ქვეყანას მხოლოდ ტანკითა და სასაზღვრო ბოძების გადმოწევით არ უკარგავთ. იცის რუსმა ეგ ამბავი. ქვეყანას უკარგავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გასმა-გასმა. Вот это танец ქართული танцуют они. რატომ ცეკვავენ ეგენი ქართულს? რატომ უწოდებენ ლეკურს? ლეკური რუსულად ითარგმნება როგორც ლაქსკი. გასმებს რომ აკეთებენ, ეგ ლეკებისაა. ინტერნეტში თუ ნახავენ, ეგ ვაჟები წრეში ცეკვავენ ფეხებით, რას. რატომ უწოდებენ ქართულს? танцуют ногами раз. კაცი არ ველოდი რომ ქვია რთულია აფხაზად აღიქვა, მაგრამ კაი ვთქვათ მეზობლის სახელი დაარქვეს. ვინა და რაებს ამტკიცებს. აგერ მისი ბიოგრაფია. დაიბადა, დაამთავრა, მიიწვიეს იცეკვა. და აგერ მისი კარიერის მწვერვალი. 5 წელი საქართველოს ეროვნული ცეკვების სახელმწიფო ანსამბლში. სუხიშვილებზე ხალხო ლაპარაკი. სუხიშვილებზე. აი ეს ახვარი ანსამბლში დიდ ილიკოსთან და დიდ ნინოსთან რომ ცეკვავდა, გონიათ იმათ უბედავდა და ეუბნებოდა თქვენ რომ ქართულს ეძახით ეგ ყველაფერი ლეკურიაო. ეტყოდა და მიიღებდა. ნინო რამიშვილის სიმკაცრეზე ლეგენდები დადის. აფხაზებს მოუგონე ცეკვა აფხაზური, რომელიც არ იყო არასოდეს. ნინო რამიშვილისთვის ზოგადად ქართული ცეკვის ისტორიისთვის ენის შებრუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც რუსის უკანალს ხარ ამოფარებული და რამენაერად უნდა გაუმართლო. აი, რატომ ითვლება შენი კარიერის პიკად ცეკვა ქართულ სახელმწიფო ანსამბლში? Смотрел недавно ამასინათ ნახე აფხაზეთის ავტონომიის ანსამბლის ცეკვა. აი საქართველოში რომა. ნუ თუ მათ არ უნახავთ გოგონები როგორ ცეკვავენ აქ. ბიჭები როგორ ცეკვავენ? ბიჭებს საიდანღაც ზემოდან გადმოაქვთ ხელები. გოგონები ხტუნაობენ როგორც ბიჭები. ეს ხომ ჩვენ არ გვაქვს. Так берут. Девочки подпрыгивая идут как ребята. არ ველოდით, არბა დღეს სეპარატისტული აბსური სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელია.
და რა თქმა უნდა, страна душის დამოუკიდებლობის თავგადაკლული მომხრე. საკუთარ წარსულს ბოლომდე ვერ გუდავს, ამიტომ საუკეთესო გამართლება მოუძებნა. ეგ იციან ქართველებმა პრინციპში სხვა არაფერიო. Приветствую. Они მივესალმები, ნიჭიერი ხალხია, ცეკვასა და სიმღერას ვერ წაართმევ. კავკასიაში გაცილებით მაღლად გააქვს, მოცეკვავეებიცა და მომღერლებიც. იციან ამის კეთება. такого ამაზეც მადლობა. ოღონდ ამ სეპარატისტის პირით ახლა ყოფილი უფროსი ძმა გველაპარაკება და გვახსენებს რა როლი დაგვიტოვა საკუთარ სამშობლოში. მასპინძელი ერისა, რომლის საქმეც სახელმწიფოს შენება არაა. ხომ შეეძლო ისევე წაერთმია ქართული ცეკვა, როგორც გრძელბეწვიანი ქართული ნაგაზი წაგვართო და ჩრდილო კავკასიურ ჯიშა დაარეგისტრირა. შეეძლო. აქ ჯერ გვითმენს, აკეთეთ რაც კარგად გამოგდით. რუსებს კარგად ახეთქებთ და აცეცხლეთ და კარგად ართობთო. მართალია მოპარული ცეკვებითა და გასმებით, მაგრამ ჯანდაბას ფილარმონიების სცენებზე გაპატიებთ. აი, პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა კი, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არც იფიქროთ და არც გაბედოთო. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.